იქმნება შესაძლებლობა, რომ იმ ადგილებში, სადაც მანამდე ვერ აყავდათ უცხოეთის მოქალაქეების სამსახურში, ფარატინა გამოცდებით მოიტანთ თქვენ ცნობას, რომ იცით ქართული, რომელსაც გადაიხდით, რა, კორუფცია არ არისო, ვინმე მეტყვის, სახლიდან რო ამოაქვთ, მოქალაქეობას არ აძლევენ ისი ადამიანს, თუ სახელმწიფო ენა არ იცის. არა, ხო და ნახეთ რა შეესაბამება, აღარ დაჭირდება მოქალაქეებისთვის მიმართვა. ქართული ფესვები კონდეს. აღარ დაჭირდება მოქალაქეებისთვის მიმართვა არავის. ეს გამოცდები, მოქალაქეობის გამოცდები ხო არ არის. მოქალაქეობის გამოცდები ცალკეა. ეს გამოცდები იქნება იმისთვის, რომ მარტივად მოიცილონ საქართველოს მოქალაქე სამსახურიდან ხო გააკეთეს ეს საჯარო სამსახურთან მიმართებაში და თქვენ რომ აი ამის მაგივრად აღარ გჭირდება შენ დადასტურება მოიტანა 103 გამოცდის დონეს ქართულ ენაში და დასაქმდები ამისთვის არის ეს და ამას უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რომელსაც მე დავაყენე ეროვნული გადარჩენის გეგმაში რომელსაც აუცილებლად უნდა ვთქვა და ეს არის რომ ყველა ბიზნესმა უნდა გამოიქეკოს ყურები და კარგად დაფიქრდეს სანამ ნებართვის გარეშე უცხოეთის მოქალაქეს აიყვანს სამსახურში. ეს არის სერიოზული საკითხი. ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება იმას, დემოკრატია გვექნება კი არა. საერთოდ აქ ვინ იცხოვრებს? ემა ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ, ჩვენზე ძველი, ჩვენზე ისტორიული, ჩვენზე დიდი კულტურის სახელმწიფოები გადაშენდნენ, ამ ტერიტორიაზე იყვნენ და აღარ არიან, ხო? მუზეუმებში არიან გამოფენილი. ჩვენც აღარ ვიქნებით და თვალსა და ხელშუა გვეცლება რატო იცით? იმიტომ რომ დაასდევენ და იმაზე უყურებენ, რა ქვია. კახა კალკალაძე სად ჩაატარებს? საერთოდ არ მაინტერესებს. სად ჩაატარებს შეხედა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებზე საუბრობ. მე მაინტერესებს ხვალ ზეგ ჩვენი საუბრობთ ოპოზიციის საკითხი დადგება აქ.